ყოფილი გენპროკურორი ფარცხალაძე დაასანქცირეს და უცებ ჩამოვიდა საქართველოში. მის აღთარა მივედით ამ ჩვენმა გამოჩენამ ძალიან დიდი აგრესია გამოიწვია. ვიხართ, როგორ აძლევთ თქვენ თავს ამის გაკეთების უფლებას? და შემდეგ მოკედ აგვესხნენ თავს. ვიხართ. მე ვარ ჟურნალისტი მარიამ რიგვავა. რატომ ცემეთ ჩემი ოპერატორი მივასუხეთ? პირველ რიგში თავს დაესხნენ ოპერატორს, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობდა. ცდილობდნენ რომ მისთვის წაერთმიათ კამერა და ადგილიდან გაიყვანათ, თუმცა ადგილიდან გაყვანაში გულისხმობ გათხრევას ფიზიკურად და ცხადია მის დაცვას ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მივიღემეს დაზიანება. დაინახა როგორ ეჭირა კამერა ჩემს ოპერატორს და რაღაცნაირად ისე მოიქნია ჩემი ოპერატორი, რომ ზუსტად ეგ დიდი ძალიან ძიმე კამერა მომხდა შუბლში. ადგილზე მოვიდა სასწრაფოც და შემდეგ უკვე ჩვენ მიერ მოთხოვნილმა ექსპერტიზამაც დაადასტურა, რომ სწორედ აი ამ ჩარტყმის შედეგად მას ჰქონდა შუბლზე აღნიშნული დაზიანება. ამის მიუხედავად გამოძიება დაიწყო მხოლოდ პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით და არა ძალადობის მუხლით. სამწუხაროდ უკვე პრაქტიკად არის ქცეული, რომ მას შემდეგ რაც ჟურნალისტებს მიენიჭებათ დაზარალებული სტატუსი, საქმე ჩერდება და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმეშიც მარიამ რიგვავას საქმე თაროზე აქვს საგამოძიებო უწყებას შემოდებული, რადგან მას შემდეგ განვითარება არ მიჰყოლია. არც მე დიდად იმედი არ მქონდა, რომ თუნდაც ამ ჩემს საქმეს რამე მოყვებოდა. უბრალოდ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვისაც, რომ დაფიქსირებული იყო ის თავდასხმა ყველა იმ სხვა თავდასხმებთან ერთად, რომლებიც განიცადეს სხვა ჟურნალისტებმა და მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ მას შემდეგ, როდესაც აღდგება ამ ქვეყანაში სამართალი, ყველა დამნაშავე დაისაჯოს, ყველა მოძალადე დაისაჯოს და აი ამის იმედი უკვე მაქვს. იმედი მაქვს კი არა დარწმუნებულიც ვარ.